ტკივილი მტერი არ არის. ეს უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ რაღაცას თქვენში არ ყოფნის თქვენი ყურადღება. ერთადერთი საშუალება მისგან გასათავისუფლებლად არის მასში გავლა და არა მისი გვერდით ავლა, რადგან ეს უკანასკნელი საპირისპიროდ მუშაობს. მეტად გტოვებთ ტკივილში. მეორე, ის, რასაც ეწინააღმდეგებით, რჩება ყოველთვის. უსიამოვნო ემოციების დაბლოკვის მცდელობა მხოლოდ მეტად ამყარებს მას სხეულსა და ფსიქიკაში. რაღაცის მიღება მოწონებას სულაც არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ფაქტის აღიარებას წინააღმდეგობის გარეშე, თანხმობას იმასთან, რაც არის. მესამე, თქვენ არ ხართ თქვენი ფიქრები, მაგალითად, მე უიღბლო ვარ. არის თქვენი შეხედულება და არა აბსოლუტური ჭეშმარიტება. თქვენ კი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ამას მეტად ცნობიერად შეხედოს. აირჩიეთ, რომელ ფიქრებზე დახარჯოთ თქვენი ენერგია. მეოთხე, საზღვრები სასჯელი არ არის, ესაა პატივისცემა. თქვენი არა იცავს თქვენს კის. ჯანმრთელი საზღვრები საკუთარი თავის პატივისცემის მთავარი ნიშანია. და ბოლოს, იდეალური დრო არ იქნება. პერფექციონიზმი ხშირად შიშის იდეალური ფორმაა. დაიწყეთ ყოველთვის, მანამ სანამ მზაობას იგრძნობთ, რადგან მოქმედება შობს სიცხადესაც.